შვიდობა ყველას, დიდება უფალი იესო ქრისტეს. როგორ ახართ, მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო, შორეულებო. აბა, ვისაც გაინტერესებს ჭეშმარიტება, სიმართლე, სახარება, აქეთ ჩვენსკენ. ვილაპარაკებთ ჭიდა უკაცრავად მოვადიეთ, მაგრამ მიხარია, როცა რაღაცა მიმართება, როცა სახარებას დავიკავებ, ყურებამდე მიმდის ის ღიმილი. რაღაცა სიამოვნებს. რაღაცა მიმართება, კარგი რაღაცა, ხასიათზე მოვდივარ. დიდება უბრალოდ აჯობია. ნეტარება ქვია მას. სხვანაირად ქუჩურად არ ვიტყვი ახლა. ხო იცით ახლა იმას რა ქვია ნეტარებას, აი იმას გრძნობ მე, როცა სახარებას ვშლი. ვისაც გიყვარს სიმართლე, აქეთ. მოდით, მე მოგიყვებით. იმიტომ რომ ამდენი წელია, 30 წელი დამთავრდა, ამას ერთ და იგივე წელს კითხულობდა. შეგნებოს კი არა, შეუგნებელიც შეიგნებს კაცო 30 წელი რომ დაიკავოს ერთი და იგივე წიგნი და საკითხი რო ისწავლოს. ცხელი კარგია. ან ცივი უნდა იყოს, ცივი ყავა, ან ცხელი. და თბილი დაჟე იესოსაც არ უყვარს, იმიტომ რომ მან თქვა, ნეტა ცივი იყო, ან ცხელი. რა კი ნელთბილი ხარ? ამოგანთხევა ჩემგან. ასე რომ ცხელი ყავით გლოცავთ. უკაცრავად ქართველებო და მეგრელებო ღვინო და არაყი არ მიკავია, მაგრამ იყო დრო საქართველოში, როდესაც ქორწილში მოხდებოდი სუფრაზე და საზღეგრძელოებში რომ ამოყოფდი თავს, იქ ყველა მისოდა რომ ღვინოს ავსვამდი და მომიტანდნენ. ისა დიდი ყავას მომიტანდნენ და ყავით ლოცავდი სიძე პატარძას, რა ვქნათ? ასეთი ვიყავი და ასეთი ვარ. დღეს მებოდადებო, მეგობრებო, საგალობელი ამ თემაზე არ ვიცი ახლა. სხვა დროს იყოს და დღეს ვილაპარაკებთ ნათლობაზე. წყალში ნათლობა. იმიტომ რომ ამას წინათ დავდები ვიდეო ჩავდები Facebook-ში, როგორ ნათლავს წყალში, დინარეში ხდელი, რა ვიცი, ერთი თვის თუ ორი თვის ბავს. შეიძლება რამდენიმე კვირის იყო. აი, ვთქვათ ერთი თვის ბავს. გამდინარე დინარეში ნათლავს და ეს ჩავდები. ხო და მინდოდა მეთქი ხალხი გამოეხმაურება, ზოგი იტყვის ოჩა, ზოგი იტყვის რა საესრო შეება, ხელიდან გაგვარდეს ის ბავშვი და წყალმარზა იყო სადმე. ხო, მაგრამ მეც დამავიწყდა ის და მე მგონი არავისაც არ შეუმჩნევია. და დღეს მირეკავს ჩემი გოგო ერთი, ანა, და მეუბნება, მამიკო, რა არის ეგ რო ჩაგიდვია უკაც ბავშვის ნათლობა? ვინმე რამე არ იფიქროს არასწორი. რომ ბავშვის ნათლობა ხარ არის მამიკოსი, მე ვთხარი, რა თქმა უნდა, შვილო არასწორი და გამახსენდა მე და მადლობას გადაუხადე ჩემ შვილს რომ ეს გამახსენა და მეც ახლა თქვენ გაგახსენებ და ვილაპარაკებ ამ თემაზე. არა და მადლობა ღმერთმა, აი ჩემი გოგოსგან დამელაპარაკა და ამას გამოვიყენებ დღეს მეც. მოდით, ჩვენ წმინდანების და მართლმადიდებლების და კათოლიკების და ყველაზე ევანგელისტების, პროტესტანტების, ვინც გინდა ყველაზე უფრო წინ იყო მოციქულთა სწავლება. მოციქულები ასწავლიდნენ და რას ასწავლიდნენ მოციქულები და სახარება რას ამბობს? წყალში ნათლობაზე, ამაზე მიახლებით ცოტა გადავხედოთ.
რას ამბობს ეს ზესიდან ჩამოსული წიგნი? მტრედს არ გავს? ფრინველს. რას ამბობს ჩვენი სახარება? არადა, ვისაც სიმართლე არ უყვარს, იმას არ მოეწონება ჩემი ნალაპარაკები. მე ყოველთვის მომხრე ვარ სიმართლის. თუ სახარება ამბობს ასე გავაკეთებ. თუ სახარება არ ამბობს ასე, ესე იგი ეს არასწორია. დავიწყოთ მეგობრებო იქიდან, რომ ჩვენ თავიდან ყველანი მონათლები ჭრალებში ვიყავით, აზრებში. მეც მახსოვს როგორ მოვინათლე, მაშინ სოფელში ვიყავი, დეიდამ წამიყვანა, ჩამჩირეში, ილორში. აზარი რო იყო იქ, სადაც მიდიოდა ცხვრების, ხარების, ქათმების და ამეთი შემოწირვა და მოტანა და მახსოვს. ჩემი მოკლე შორტიკებით რო ვიყავი იქ და მომნათლეს. მონათლული ხარ რომ მითხრეს, რაღაცა შემასხეს და ყველაზე მეტი რაც დამახსოვდა ეს იყო ჯვარი რაღაც. უბრალო ოქროსი არ იყო. თუნდაც ოქროსი, თუნდაც ბრილიანტი ჯვარი ყოფილიყო. გაგაერასნისა. ხო და ის მიხაროდა და დამხანდა და ასე შემდეგ. და მითხრეს, შენ მონათლული ხარო, შენი ნათლია არისო, ჩემი ბიძაშვილი. всё. ჩვენ რომლებიც ვართ ასეთი სახით როგორიც მე ვიყავი. ანდა შეიძლება ახლა დღეს ბავშვებს რომ ნათლავენ, იმას საერთოდ არ ახსოვთ. რა უქნეს? ტაზიკში ჩასვეს თუ გამდინარე მდინარეში ჩააყოფინეს თავი და დაასვენეს, მათ ხო არ ახსენებათ ეს. მაგრამ ამბობენ რომ ჩვენ მოუნათლეთ ეს ბავშვები. თუნდაც დიდი მოინათლოს. თუნდაც დიდი ჩავიდეს წყალში. აქვს ამას აზრი და გადარჩენა თუ არა. და მე დარწმუნებული გეუბნებით, გიმტკიცებთ. ჩემიდან კი არა, სახარებიდან, რომ ვინც მონათლები ვართ, ისე როგორ სახარება არ ამბობს, თქვენ არ ახართ მონათლები. თქვენი ამბავი არის ცუდად. იმიტომ რომ ხოლო თუ შენ მონათლული ხარ ისე როგორ სახარება ამბობს, welcome, მოგესალმებით, გაკურთხებთ, დაგლოცოთ უფალმა. არ არის პრობლემა, როცა მონათლული ხარ ისე როგორ სახარება ამბობს. ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, ყაჩაღი არ მონათლულა, მაგრამ ისე ხო შევიდა. იმიტომ შევიდა, რომ მან პირველი შეასრულა და დარწმუნებული ვარ, ის ჯვარზე რო არ ყოფილიყო, ის მოინათლებოდა წყალშიც. მაგრამ პირველი შენ კარგი რაღაცას შენიშნე ისე. თქვენ, მოგვეხო თქვენ გულებში. ყაჩაღი ხო შევიდა? იცი რატომ შევიდა ყაჩაღი? იმიტომ რომ ირწმუნა. და ჩვენ ახლა გავშლით რამოდენიმე ადგილს სახარებიდან რა არის სწორი ნათლობა. ვარ თუ არა სწორად მონათლული და თუ არა ვარ და რა ვქნათ. როგორ უნდა მოინათლოს კაცი სწორად. დავიწყოთ. წინასარგეთი ანა მადლობას რომ შემახსენე და უფალმა გაკურთხოს. დავიწყე მე ჩემი. პირველი არის, მოდი პირველი ნათესახარება, რომელიც პირველად არის ჩაწერილი ახალ აღთქმაში. მათეს 22 თავში ამისა რაღაცა წერია. 22 თავის ბოლო მოხლებია ეს. იესო ეუბნება მოწაფეებს. ამიტომ წადით და გახადეთ მოწაფეებად ყველა ხალხი. მონათლეთ ისინი სახელითა და მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. იქ არ არის სახელებით, იქ არის
წავკითხა როგორც არის. მონათლით ისინი სახელითა, მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ეს ზედმეტია. სათა გასაგებად უნდა იყოს. მონათლით ისინი მამის, ძის და სულისწმინდის სახელით. გასაგებია, ესე იგი მონათლით, მაგრამ პირველი იქ წერია გახადეთ მოწაფეებად. მერე ამბობს იესო, ასწავლით მათ ყოველივეს დაცვა, რაც წმინდანებმა და მღვდელმთავრებმა კი არ წერია იქ, ანდა მოსე. იესო ამბობს, ასწავლით მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. რაც მე გასწავლეთ, არის ასწავლეთო ამ ხალხს. კარგი, ეს ერთი ადგილი. ახლა მეორე. არის ჩქაროთ მარკოზის, შემდეგ არის მათეს შემდეგ მარკოზი. მარკოზის ბოლო თავის, ბოლო მუხლები. ეს არის მე-16 თავის, მე-15 მუხლიდან დავიწყოთ კითხვა. იესო ეუბნება მათ. წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება. თქვენი დოგმები და ისინი კი არა, წესები და რიტუალები. წადით და სახარება, ევანგელიე, სამხიარულო ამბავი მიუტანეთ ხალხს. ახარეთ, სახარება ნიშნავს გახარებას. ახარ სამხიარულო ამბავი უქადაგეთ ხალხს. მერე იესო ამბობს, მოიმზადე ხლა, ვინც ირწმუნებს რწმენა და მოინათლება წყალში. მესამე, გადარჩება. მაგრამ შენ ახლა რომ მოინათლო ამის გარეშე, ეს ხო რწმენა, ნათლობა და გადარჩენა. ამას ვერაუგლის შენ გვერდს. ეს თუ არ მოხდა, იესოს ადმი რწმენა. ამას აზრი არ აქვს. თუნდაც ყოველდღე თავი ჩაგიყვან იმაში, მდინარეში. ანდა იბანავო, არაფერი არ გშველის. ესაა მთავარი, ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. მერე ამბობს იესო, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, არ გადარჩება, თუნდაც რომ მოინათლოს. თუ არ ირწმუნებ, გადარჩენა არ გექნება. თუნდაც წყალში მოინათლო, თუნდაც პატარობისას მოინათლო, თუნდაც დედის მუსლიდან გამოხედიდან უცბად დაგახვედრეს ის ტაზიკი ქვევით. არ გადარჩები. იმიტომ რომ იესომ თქვა, ვინც არ ირწმუნებს, ესაა მთავარი, ვინც ირწმუნებს და ამ წვენის შემდეგ მერე მოინათლება, 100% გადარჩება. მაგრამ შენ თუ არ ირწმუნე და მოინათლე, მას მებრულად ქვია იმპუ, არ გადარჩები. ყველა თავი არ მოიტყუოთ არავინ. ახალ შეკითხვას გისვამ, მსმენელო, მეგობარო, ძვირფასო ადამიანო, რომლისთვისაც იესო ქრისტე ჯვარზე გაეკრა. შენ როცა ირწმუნე და შენ როცა მოინათლე, მოგნათლეს. შენ როცა მოინათლე, მაბადესო და იმათ გრუბადაც ლაპარაკობ, მაგრამ ალბათ გულმოსული ვარ, არც თქვენზე და არც თქვენ რწმენაზე, რელიგიურ სულზე ვარ ყოველთვის გულმოსული. აი შენ რომ მოინათლე, მოგნათლეს, შენ გახარეს სახარება. შენ გითხრეს რაზე მოკვდა იესო. შენ აგიხსნეს რომ შენი ცოდვების გამო იესო მოკვდა და ის აღდგა მესამე დღეს და შენ გეპატია შენი ცოდვები. ეს გითხრეს? შენ ირწმუნე იესო როგორც შენი ღმერთი. ეს ყველაფერი მოხდა შენში. ხო თქვა იესო, წადი და მთელ ქვეყნიერებას უქადაგეთ სახარება. აი ამ ქადაგების შემდეგო, ვინც ირწმუნებსო და მოინათლება, გადარჩებაო. შენთან ვიღაცა მოგიტანა სახარება, აი მღვდელმა და დიაკვანმა და ვიღაცა, ვინც შენ, და შენმა ნათლია, ერთია ნათლია კაცო, სული წმინდა. ზო, დამთავრდა. იესომ თქვა,
თქვენ მოინათლებით მე იესოან თქვენი მნათვლით თუნდაც ჩვენი მნათვლელი არის იესო ვინათლებით სულიწმინდაში კითხვას გისვამ შენ როცა თქვი განაცხადე რომ მე მოვინათლე მე მონათლული ვარ მართლმადიდებლურად მე მონათლული ვარ ქრისტიანულად მე მონათლული ვარ თუნდაც რა ვიცი კათოლიკეც იყო კათოლიკურად არა აქვს ამას მნიშვნელობა თუნდაც ევანგელისტურად იყო მონათლული თუ რწმენა არა გაქვს გადარჩენა შენი ნათლობა არის პაპ არა შენი ნათლობა მასალა არ აქვს просто უბრალოდ უპასუხე ჩემს კითხვას შენს გულში პასუხე როცა შენ ჯვარი ჩამოკიდეს და გითხრას მომილოცავს წევს მონათლული ხარ შენ უკვე ქრისტიანი ხარ შენ უკვე მონათლული პიროვნება ხარ აი ამ მომენტში ამ დროს შენ იესო ირწმუნე შენ გიქადაგეს სახარება შენ ისი ვინ ირწმუნებს და ვინ ინანიებს ვინც მხილებულია სინდისში ვინც გაიგო ეს ინფორმაცია ვინც ირწმუნა იესომ ხო თქვა ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება კარგი მე არ ვილაპარაკებ რომ თავი ხანდახან იმიტომ ლაპარაკობ ორჯერ და სამჯერ ერთხელ კაც ისა სკوازნი გადის ეშმაკი პარავს აზრებს მე კი ისევ პადაჩას ვაკეთებ რომ ისევ შეგახსენოთ ამიტომ ნუ ჩამეთვით იმაში ხოდა იესო ამბობს ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება ხოლო ვინც არ ირწმუნებს და ბჭყალებში ვსვამებ ჩემს ინტერპრეტაციას თუნდაც რომ მოინათლოს იესო აგზელებს მსჯავრდადებული იქნება მე კიდევ წერია მაგრამ იმას სხვა დროზე ვილაპარაკებთ იმას მე იესო ესო დაუბარა მოციქულებმა უთხრეს არის უფალო შევასრულებ შენ დავალებას ყველაფერს წავიდა უფალი მიეფარა ღრუბლებს გადმოვიდა სულიწმინდა აღებსენ სულიწმინდით და პირველი პეტრეს ქადაგება ჩართეთ ახლა კოლოსის მუსიკა საქმეს მეორე თავის 37 მუხლი რას ამბობს აქ პეტრე აღებს სულიწმინდით ამხილა ესენი ხალხი იქადაგა რომ ქრისტე იყო მესია რომ ის მოციქულები ქადაგებდნენ მთელი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვით ქადაგებდნენ იესოს აღდგომას იესოა მესია და ამხილა ესენი და რომ იგი დაჯდაო მამის მარჯვნივ მერე დავითის მოიყოლია ეგ მოწმედ მეფსალმონე და მერე აქწერია ასე ეს ვისაც ელაპარაკებოდა ხალხმა ეს რომ მოისმინეს მე 37 მუხლი ეს რომ მოისმინეს გულზე მოხვდათ მხილებული იქნენ სულიწმინდისაგან მიხვდნენ ასე გაუხსნა პეტრემ კარტივით ყველაფერი რაქნა ღმერთმა და რაქენი თქვენ მესია ჩვენი მესია ჯვარზე გააკარი და მოკალით მაგრამ ის არ დარჩენილა იგი აღდგა იმიტომ რომ ასე ეწერა ეს ყველაფერი ასე რომ გაუხსნა კარტივით გულზე მოხვდათ ამ მსმენელ ხალხს და უთხრეს პეტრეს და დანარჩენ მოციქულებს თავზე მოეკიდეს ხელი და თქვეს რა ვქნათ როგორ მოვიქცეთ კაცნო ძმანო პეტრე უხსნის ხოლო პეტრე მოთხრა მათ პირველი მოინანიე მეორე ნაბიჯი ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად და მესამე მიიღებს სულიწმინდის ნიჭს კიდევ ვიმეორებ რა ვქნათ რომ გადავრჩეთ პეტრე ეუბნება მოინანიეთ იესომ რა თქვა ვინც ირწმუნებს რა არის რწმენა მონანიება არის ასე 180 გრადუსი რო ბრუნდები მანამდე იყავი
ზურგით ღმერთისგან და სახით ეშმაკისგან, მიწიერებისგან და ქვეყნიერებისგან. და მონანიება არის დაატორმოზებ და ბრუნდები 180 გრადუსით, ზურგს უბრუნებ ეშმაკს და ქვეყნიერებას და სახით უკვე მოდიხარ უფლის წინაშე. ეს არის მონანიება. პირველი არის მონანიება და შემდეგ მეორე ნაბიჯი ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით. ეხლა გეკითხები, ჩემო ძვირფასო მეგობარო და მსმენელო, შენ რომ მოგნათლის მანამდე მოინანიე? უთხარი ღმერთო, ვინანიებ ჩემ ცოდვებს? მაპატიე უფალო ჩემი ცოდვები, რაც ჩამიდენია. ცოდვილი ვარ. მადლობა რომ შენ ჩემთვის მოვდი და მაპატიე. ვინანიებ? გააკეთე ეს? ის შენ პასუხი შენ თავს. ასე რომ პეტრე ასე ხსნის. და თუ დააკვირდით ეს არ ეხება იმას, მაგრამ მაინც ნათლობა როა მაინც ჩაურევერთი. მე სიმართლე მიყვარს და მიყვარს ეს სიმართლე რა ვქნა. რა ისი? შეიძლება ვწდებოდი, მაგრამ თუ არ მიყვარს სიმართლის მხარეს მაინც ვარ. მომწონს ეს სიმართლე. და სულ არა გამორიცხული რომ მიყვარდეს. ფიქრობ რომ მიყვარს. ეს ამას ჩემი სიტყვები არ უნდა ლაპარაკობდეს, ამას ჩემი საქმე, ჩემი ცხოვრება უნდა მიმტკიცებდეს, რომ მე კაცმა ილაპარაკოს, ას უნდა ის. შენ რომ ილაპარაკო, რას გინდა ის, ამას იმდენი ძალა არ აქვს, თუ საქმემ და ცხოვრებამ შენმა არაჩვენა ეს. ასე რომ მე უფრო ვეთანხმები ჩემ თავს იმაში, რომ მინდა კაცო, სიმართლის მხარეზე რა ჯობია კაცო. თუ არა და ეს ჩემი პრობლემაა, მე რაღაცას დავკარგავ, მე წავაგე, მე ვრჩები წაგებულ პოზიციაში, თუ სიმართლის მხარეს არ გადავედი და არა, ეს ჩემთვის მოგება. დაჟე ეს წაგება ეს ჩემთვის და მე მოგება მინდა. მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მოვიგო. ხო და ბიბლია ამბობს, რომ პირველი კაცმა უნდა მოინანიოს ყოველი და შემდეგ მოინათლოს. ეს მეორე ნაბიჯი ნათლობა. პირველი არის რწმენა, როგორც იესომ თქვა, ირწმუნეთ და მოინათლება გადარჩება. პეტრე ამბობს, მოინანიეთ, მოინათლეთ და მიიღებ სულიწმინდის ნიჭს. და აქ პეტრე უსვამს ხაზს, ყოველი თქვენგანი მოინათლოსო და გასაკვირად არ ლაპარაკობს იგი, რომ მოინათლეთ მამისა, ძისა და სულისა წმინდისათა, როგორც ჩვენ ქართულში წერია. რუსულში წერია, во имя Отца и Сына и Святого Духа. რატომ ამბობს იესო მარტო ერთ სახელს? რატომ არ თქვა მამის, ძის და სულიწმინდის? რატომ ამბობს იესოს სახელს? როგორც წინათ მithქვია, ასე ლაპარაკობ. იმიტომ რომ კოლასეთა წერილში წერია, რომ იესოში არის მოთავსებული მთელი სისავსე. იესოა ის ღმერთი. იესოში არის სრულყოფილება. მამა, ძე, სულიწმინდა. და როცა კაცი ინათლება იესოს სახელით, პეტრეს თქვენ გონიათ, რომ აქ დაავიწყდა. არ მგონია. არც მოციქულებს, არც პავლეს. თქვენ ოდესმენ. მე არ ვარ წინააღმდეგი. მე მაგალითად მონათული ვარ. ჩემმა ხუცესმა მომნათლა წყალში, დინარეში. და მითხრა, გნათლავ მამის, ძის და სულიწმინდის სახელით და ბულბულბულბულ ჩამეშოს დინარეში და ამოვედი. და როცა მე მემნათლავდი ხალხს, გამახსენდა ისის, მე ამომიტივტივდა სახარებისეული მუხლები და ყველა ვისაც ნათლავდი წყალში, ნათლავდი იესო ქრისტეს სახელით, როგორც მოციქულები აკეთებდნენ და ეს არა ცოდვა. ეს ასე უნდა იყოს. იმიტომ რომ ჩვენზე უფრო სიმართლის მოყვარული და შემსვლელი პირველი ქრისტიანული ნათლობა მოხდა ასე, როგორც ახლა მე ვკითხულობ. პეტრე მუთხრა, მოინანიეთ, ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით და მიიღებს სულიწმინდის ნიჭს. თუნდაც მონათლული იყავი მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით დინარეში, რწმენის და გამომდინარე ვლაპარაკობ. ისინი, ვინც რწმენით მოინათლდნენ, მონათლულები ხართ, ქრისტეს სახელში ვართ მაინც მონათლულები და ასე არის სწორი ნათლობა. მაგრამ მე ახლა დავუბრუნდები ჩემს თემას. იესომ
დაუბარა მოწაფეებს და მოწაფეების ისე იქცეოდნენ, როგორც მათ გაიგეს. მე მგონი მათ უფრო სწორად გაიგეს, ვიდრე ჩვენ. შემდეგ, კარგით, მეორე ადგილი. 41-ის მეორე თავი არის ის, იგივე მეორე თავის 51 მუხლი. ყურადღებით გითხოვთ. ამრიგად, ვინც სურვილით მიიღო მისი სიტყვა, პეტრეს გადაგება. მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა დაახლოებით 3000 სული. პეტრეს ერთ გადაგებას მოყვა 3000 სულის გადარჩენა. 3000 კაცმა მოინანია იმ დროს. დღეს შეიძლება ის იყოს 30000. შეფარდებით, პროცედური გადაამრავლა. რა წერია იქ? პირველი, ვინც მიიღო სიტყვა, რას ნიშნავს? ვინც ირწმუნა სიტყვა, ისევ რწმენა, ვინც მიიღო სიტყვა. მოინათლნენ. ნათლობა არ ხდება, თუ კაცმა არ ირწმუნა. ეს არის ანულირება ხდება. არაფერი არ არის. ხო იცი, ფული რო შემოგაჩიჩონ, ფეიქი, აი ამისთან არის. შეიძლება გონია რაღაცა გაგზა, ფაფო, არაფერი არ გაქვს. აქ წერია, ვინც სურვილით მიიღო სიტყვა, ირწმუნა პეტრეს გადაგება, მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა 3000 სული. და აი ეს ხალხი შემდეგ გამუდმებით მკვიდრდებოდნენ მოციქულთა მოძღვრებაში, იმიტომ რომ მოციქულებს ჰქონდათ იესო ქრისტეს მოძღვრება. ამიტომ ეს ხალხი გამუდმებით მკვიდრდებოდნენ, იძირებოდნენ, სწავლობდნენ, მოციქულთა მოძღვრებაში იყვნენ, ზიარებაში, ეს ურთიერთობა ზიარება. აბშენიე. ქართველები ასე აკეთებენ. ზიარება ურთიერთობას წერენ როგორც ზიარებას. ზიარება რა, ის პური დაგვინო. ეს სხვა არის. პურის გატეხვა ეს მეორეა. და ლოცვებში. კარგით. ეხლა ავიღოთ ერთი ადგილი ფილიპე. მოციქული ფილიპე. ეს არა სხვა ვიღაცა. ჩვენი ფილიპეა. მოციქულთა საქმის მერვე თავი. უყურე რა წერია აქ. ჩვენი ძმა ფილიპე, იქ როცა პავლე დაესია ეკლესიას და დაუწყო დევნა, ნალევო ნაპრავო იჭერდა და ერთ ამბავს უკეთებდა იქ ქრისტიანებს, ბევრი გაიფანტნენ და ასევე წავიდა ფილიპეც. ჩავიდა ფილიპე სამარიელთა ქალაქში და უკადაგებდა ქრისტეს. ქრისტე იქადაგა ფილიპე. ხალხი ერთ სულოვნად ყურს უგდებდა. რასაც ფილიპე ლაპარაკობდა და всё? ისინი ყურს უგდებდნენ, რასაც ფილიპე ლაპარაკობდა, უსმენდა ხალხი ფილიპეს და პლუს ხედავდა. რას ხედავდნენ გასა? რა ნიშნებს ახდენდა იგი? რა ნიშნებს? მრავალთაგან რომლებიც ჩაყურებელნი იყვნენ არაწმინდა სულებით, ხმამაღალი ყვირილი და მხავილით გამოდიოდნენ ადამიანებიდან, მრავალი დავრდომილი კოჭლი ხეიბარები იმკურნებოდნენ, დავრდომილები კოჭლები იმკურნებოდნენ და ყველაზე შემდეგ და დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში. ფილიპემ სიხარული ჩაიტანა. ფილიპემ ყოლა შავები კი არ ჩააცვა და იტირე და ივაგლახე და ილაპარაკეთ უფალო შემიწყალე, გავიქცევი ახლა უდაბნოში და იმ გამოქვაბულში დავიმალებიათ 20 წელი. არ იყო კაცო ამისგან რაღაცა. დიდი სიხარული მოიტანა ფილიპემ იმ ქალაქში, სამარიაში. ფილიპე ქადაგებდა იესო ქრისტეს. მარტო კი პარპალანტე კი არ ლაპარაკობდა მარტო. სასწაულები, ნიშნები ხდებოდა,
ეს სიტყვას ამტკიცებდა, ფილიპეს ქადაგებას უმტკიცებდა სულიწმინდა. მარკოზის სახარებაში რა წერია? ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. ეს მოციქულების მხარე. ეხლა უფლის მხარე, უფალი კი ეწეოდა მათ და ამტკიცებდა მათ სიტყვას, ესე იგი მათ ქადაგებას, მათ სიტყვას მომდენო ნიშნებით. ასე ეკეთებდა ღმერთი ჩვენებურად. ბეჭედს ურტყამდა. ქადაგებს მოციქული რომელი ხასა? სწორად სულიწმინდა ამბავს. გასცდით? ბეჭედი. ამას ნიშნავს ამტკიცებდა. რა არის ბეჭედი? ბეჭედი შენ წერილს, შენ განცხადებას გიმტკიცებს ვიღაცა და კანონიერი ფურცელი გიკავია ხელში, პასპორტია თუ განცხადება თუ წერილი. ბეჭედი თუ არ აქვს, წავსვი და იტკლიცე შუბზე. არასად არ გამოგადგება და არავის არ ჭირდება შენი ნაჯღავნი. თუ ბეჭედი არ აქვს მას. აი ასე. მოციქულები ქადაგებდნენ, ხოლო უფალი ეწეოდა მათ და ამტკიცებდა მათ ქადაგებულ სიტყვას მომდენო ნიშნებით. აი ამიტომ უთხრა მოციქულებს. სტოპ. ასე არ წახვიდეთ. სანამ სულიწმინდა არ მოვა და ძალით არ შეიმოსებით. სულიწმინდის ძალით მანამდე, თუმცა თქვენი იცით ბევრი ჩემი სწავლება ყველაფერი, მაგრამ მის გარეშე თქვენი ქადაგება იქნება არაფერი. პროსტა ინფორმაციის გავრცელება. მე მინდა რომ თქვენ წახვიდეთ, ჩემი სწავლება წაიღოთ სულიწმინდის ცხებულებასთან ერთად და ხალხმა ნახო ყველაფერი. აი, ამას აკეთებდა, ეს ნახეს ხალხმა. ფილიპე რო ჩავიდა, ფილიპე ქადაგებდა და ხალხი უსმენდა ფილიპეს და ხედავდნენ რა სასწაულებს ახდენ და უფალი ფილიპესგან იქ. და დიდი სიხარული მოვიდა ამ ქალაქში. შემდეგი წერია. და ეს ხალხიო ერწმუნენო ფილიპეს, რომელიც ახარებდა, რას ქადაგებდა ფილიპე? ღმერთის სასუფეველს და იესო ქრისტეს სახელს. აი ამიტომ ხდებოდა სასწაულები. იესოს სახელს უქადაგებდა. ღვთის სასუფეველს ქადაგებდა ფილიპე და იესო ქრისტეს სახელის შესახებ. წერია იქ დალშე. ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც. თქვენ გონიათ ეს ისე წერია. ისე შემთხვევი წამოწდა ვიღა იმას ლუკას. ეს ყოველი წერტილი მძიმე სიტყვა აზრი არის, როგორც წერია, სულიწმინდის ამოქმედებულნი წერდნენო. აი სულიწმინდის ამოქმედებული წერდა ლუკა და ამოწმებს ამ ფაქტს. აქ არ წერია ბავშვები, ყმები. ძუძუმწოვარა ბავშვები. წყალში რო ავლებენ, ხო ეს სარეცხს, ისე კი არ ავლებდნენ. აქ ნათლობა უნდა მოხდეს შეგნებულად. ასაზნაჭენა, შეგნებულად უნდა ინათლებოდნენ. ნათლობა არის შეგნებული აქტი, მოქმედება. რა, შეგნებული არის? სიწყალი ერთი თვის ბავშვი რომ კი აღარ გაყენეს იმ მდინარეში. არავის არ უკითხია. იგივე დაუშვა და ღონემ ერთმა აშოროს და იგივე სულ არ უნდა გასულ შენი ქრისტიანობა, იგივე ისა ბუდისტობა უნდა. ეს ადამიანის არჩევანია. თვითონ უნდა აირჩიოს ადამიანმა. ნათლობა რა არის? ნათლობა ეს არის? დავიკითხავ იმას არ მივადგებით. შენი არჩეული ნება. და აქ წერია და ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც. კაცებიც და ქალებიც. დიდები. აქ არსად არ წერია. საერთოდ იესო თუ გახსოვთ, წერია რომ ბავშვებს აკურთხებდა. არ ძველ აღთქმაში, არ სახალ აღთქმაში, არსად არ არის ბავშვების ნათლობა ხდებოდა. იმიტომ რომ ნათლობა, მე მივადგებით იმ ადგილს, მაგრამ მინდა რომ ჩქარა ვილაპარაკები, თქვა ის ნათლობა არის პირობის მისცემა ღმერთისადმი. შენ როცა ინათლებოდი, მოგნათლეს. ღმერთს მიეცი პირობა. შეპირდი ღმერთს, რომ ღმერთო, გემსახურები წმინდა სინდისით.
მეტი საქმე არ ქონდა. თუ ყველაფერი ასე ხდებოდა, როგორცაც სახარება ამბობს, მაშინ გაკურთხოს უბალმა. კაი, ვაგრძელებ კიდევ ერთ ადგილს. საქმის ეხლავე 26. გახსოვთ ფილიპე რო წავიდა უფლის ანგელოზმა რო წადიო ხაზაში უკაცრიელ ადგილას და იქ რო შეხვდა ეტლს და ამ ეტლს შეიჯდა ის არ ქია მაგას საჭურისი რო კითხულობდა რომ ავიდა ფილიპე და მე რო იმ კაცმა რო უთხრა საჭურისმა ვიზე ლაპარაკობს აქ წინასწარ მეტყვილი ესაია თავის თავზე თუ სხვაზე და აი ამით ის კითხულობდა ესაიას წინს ამისანა ადგილს როგორც სხვარი დასაკლავად იყო ის მიყვანილი და როგორც კრავი მისი მპარსულის წინაშე უხმო ასევე არ ხსნის თავის პირს მისდა დასამცირებლად უარი ეთქვა მას მართლმსაჯულებაზე მის მოდგმას ვინ ახსნის ვინაიდან აღებულია მიწისგან მისი სიცოცხლე და ეუბნება ფილიპეს ვინზე ლაპარაკობს ამას თავის თავზე თუ ვინმე სხვაზე და აგზერია ფილიპემ გაახსნა თავისი ბაგეები და დაიწყო ამ წერილი და ახარა ამ კაცს იესოს შესახებ და გზას რო განაგრძნობდნენ მიადგნენ ერთ წყალს მე არ ვიცი წყარო იყო მდინარე იყო რა იყო წყალი და ეუბნება საჭურისი აი წყალი უნდა ვთქვათ აი მდინარე რა მავკოლებს რამე პრობლემა არის რა პრობლემაა რომ ჩვენ ეგრე ვთქვათ დღეს რომ მოვინათლო ესე იგი ფილიპეს ნათლობას უქადაგებია ამ იესო რო ახარავ წერია იესოს ხარებაში შედის წყალში ნათლობას ფილიპე რას ეუბნება ისევ იმას უბრუნდებით იმ სტრუქტურას რომელიც იესომ ჩამოაყალიბა ფილიპე ეუბნება თუ მთელი გულით გწამს ხო თქვა იესომ ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება პეტრემ რა თქვა მოინანიეთ წყალში მოინათლეთ და მიიღებს სულიწმის ნიჭს ფილიპე რას ეუბნება თუ მთელი გულით გწამს შეიძლება თუ მთელი გულით გწამს ნათლობა არაა პრობლემა მან უთხრა წამს რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა და შემდეგ უბრძანა ეტლის გაჩერება ორივენი იარ გასხაიქ საპარეკ მახრაში რო არიანსი შეგიწყალოს ღმერთმა კი არ თქვია იქ წერია ორივენი ჩავიდნენ წყალში დინარეში ჩავიდნენ ბულბულბულ ფილიპე და საჭურისი და მონათლა იქ მონათლა ნიშნავს რამე რიტუალი კი არ ჩაუტარებია იქაც ნათლობა საერთოდ სიტყვა ნიშნავს ჩაზირვას ბულ და აი ეს ნათლობა ჩადაგდეს დღეს ასე აკეთებენ ევანგელისტებში წყალში დგას კაცი და ეუბნებიან შენ გწამს რომ იესო ქრისტე არის ღმერთის ძე კი შენ გწამს რომ ის მოგდა შენი ცოდებისათვის და აღდგა და შენთან გასამართლებლად და მამის მარჯვნივ ზის და შუამდგომლობს გწამს მაშინ ეუბნებიან მაშინ შენი რწმენის მიხედვით გნათლავ წყალში იესო ქრისტეს სახელით და ჩაძირავენ ბულბულ და ოპლი ამოვიდა გაზრული კაცი ამოდის წყლიდან გახარებული რა აღასულა ღვთის ცნება მაგრამ პირველად რწმენა უბიძგებს გას თუ რწმენა არ არის თუნდაც ყოველდღე ინათლებოდე არაფერი გადარჩენა არ გაქვს შემდეგ მეათე თავში ეს არის კორნელიოსის ამბავი და აღურახ რა ხდება როცა პეტრე ქადაგებდა ამ კორნელიოსის სახლში რაზა პეტრეს რომ არ შეეკითხა უფალმა ისე ყველაზე გადმოვიდა სულიწმინდა და ისინი ალაპარაკდნენ როგორც წერია
პეტრე ჯერ კიდევ ამბობდა ამ სიტყვას, რომ სულიწმინდა დაეშვა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. და ყველა გაოცებული დარჩა, ვინც იქ იყვნენ პეტრესთან ერთად დასულები, რომ სულიწმინდის ნიჭი წარმართებსაც გადმოერქვათ. რატომ? იმიტომ რომ უსმენდნენ ესენი, რომ ისინი ლაპარაკობდნენ ენებით და ადიდებდნენ ღმერთს. პეტრე ამბობს, ვის შეუძლია წყლით ნათლობა აუკრძალოს? იმათ, ვინც ისევე როგორც ჩვენ მიიღეს სულიწმინდა. პეტრე ნახა, რომ სულიწმინდამ ნახა მათი გულში რწმენა მონანიება და გადმოვიდა, იმიტომ რომ იცოდა, რომ პეტრე მათ არ დაადებდა ხელს. თვითონ უფალი გადმოვიდა, თვითონ სულიწმინდა ჩაერია აქ და შემდეგ პეტრე ამბობს, ვის შეუძლია წყლით ნათლობა აუკრძალოს ამ წარმართებს, რომლებმაც მიიღესო ჩვენსავე სულიწმინდა. და შემდეგ უყურეთ 52 მუხში რა წერია. და უბრძანა. კი არ ვთქვია, ბიჭებო, კორნელიოს, მოდით ახლა თქვენ ახანს სულიწმინდა აღევსენით, კარგი იქნება მოინათლოთ. ანდა გინდათ წყალშიც მოგნათლავთ. ამისგან ლაპარაკი არ დაუწყი პეტრეს. პეტრემ უთხრა, უბრძანა წერია აქ. კი უთხრა, ეხლა თქვენ უნდა მოინათლოთ წყალში, იმიტომ რომ თქვენ უკვე სულიწმინდად მოგნათლათ უფალმა, ესე იგი თქვენ უნდა დაწერია და უბრძანა მათ მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. ისევ იესო ქრისტეს სახელით. ყველგან სადაც ნათლობა ხდებოდა იესო ქრისტეს სახელით. თქვენ მომიძებნეთ მე სხვა რალი ნათლობა და მოვინანიებ, ხასავწებ და ასე შემდეგ, მაგრამ ესენი ასე ამბობდნენ. აქაც წერია, მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით. კარგით. ეხლა ყურადღება. ერთს ავიკითხავ კიდევ. ეხლავე 18:7. ერთ სპეციალურად გამოვტოვებ 18:7. წერია. ხო, პავლე მოციქული წავიდა სადღაც ერთი ღვთის მოშიშის იუსტისია ერქვა თუ რაღაცა, ამ სახლის სინაგოგის გვერდით რო ქონდაო, სახლი ქონდაო სინაგოგის გვერდით. ერთ კაცთან მივიდა და სინაგოგის მთავარმა კრისპოსმა კი მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი. მოისმინა რა, ირწმუნა და მოინათლა. გადავთ, ისევ ის კანონია. რწმენა, ნათლობა. მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა, იმიტომ რომ რწმენა მოდის სმენისაგან. მოისმინა რა, ირწმუნა და მერე ნათლობა. არასოდეს არ უნდა გაუსწროს ნათლობამ რწმენას. ჯერ რწმენა, შემდეგ ნათლობა. თუ რწმენა არ არის, ნათლობას არის ფაფუ, არაფერი არ არის. ტყუილი მოგატყუილეს. კითხეს, მონათლული ხარო და იგივე ხითხითებს ბუჩქების გვერდით სადღაც ბოროტის სული, ეშმაკი. მონათლული გონია თავისი თავი. ეს საქმე მოაგვარ წავალი ხა სხვებს გავასულელებ და ასე დადის და ასულელებს იმათ, ვინც არ იციან სახარება, ვინც არ კითხულობენ, ვინც არ იკვლევენ. რწმენა ნათლობის გარეშე ტყუილია, ნუცა სკოლა, დაჩი ზღაპრები, როგორც გინდა ესე უწოდე. შემდეგ 19 თავი პავლე მიდის სადღაც, მივიდა ეფესოში და იპოვა აქ ზოგიერთი მორწმუნე ხალხი. და პავლე ეუბნება. პავლეში რაღაცამ
გამოიწვია ეს შეკითხვა, რომ უთხრა. მოგრე რა საკითხება? თუ მიიღეთ თქვენ სულიწმინდა, როცა ირწმუნეთ, რატომ კითხა? რაღაც იმისა და რაღაცა შენიშნა ამ ხალხში, რომ თქვა, სადღაც გულში ფიქრობ, პავლე, ასე გულში ლაპარაკობს. რაღაც ესენი არ გავენ, არ გვანან სულიწმინდის მონათვლელებს. იქით აქეთ ალბათ 1000 თვალები ფიქრობდა და მერე შეკითხვა დაუსვა. უკაცრავ შემიძლია ერთი შეკითხვა დაგესვაც, ძმებო, დებო. რა? თუ მიიღეთ სულიწმინდა, როცა ირწმუნეთ, მათ უთხრეს, ჩვენ არ გვსმენია თუ არსებობს სულიწმინდა. რაღა შემოინათლეთ? იოანეს ნათლობაში. პავლე გაზო, იოანე ნათლავდაო, მონანიების ნათლობი და ეუბნებავდაო ხალხს იოანე, რომ ერწმუნათო იოანეს შემდეგ ვინც მოდიოდა, იესო ქრისტე. იოანე ნათლავდა მონანიების ნათლობი და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ესე იგი ქრისტე იესო. სათხართ გასულ საუკუნეში იოანეს ის დამთავრდა მომსახურება. იოანე ხო გეუბნებოდათო, ირწმუნეთ ჩემ შემდეგ მომავალი. ეს იესო ქრისტე იყო და ჩვენ ვართო იესო ქრისტეს მორწმუნე მოციქულები. ხოლო მათ რომ ესმათ ეს, კი არ უთქვიათ, ჩვენი რწმენა, ჩვენი მიმდინარეობა, ჩვენ იოანეს მოწაფეებად დავიბადეთ და მოვკვდებით იოანეს მოწაფეებად. ასე არ უთქვიათ მათ რომ გაიგონეს ეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. როგორ? ახლა წერია, მამის დის და სულიწმინდის სახელით. სამი წაიკითხეთ რომელიმე ნათლობაში. აქ წერია, ისინი მოინათლნენ იესოს სახელით. რატომ? იესოშია მთელი სისარსე. მაგრამ ასე ნათლავდნენ. ნათლავ იესო ქრისტეს სახელით. ქრისტეში ნათლავ. და შემდეგ ესენი რომ წყალში მოინათლნენ, ამის შემდეგ აკეთებს დალში პავლე აგრძელებს, როდესაც პავლემ დაადო მათ ხელი, აკურთხა. როდესაც დაადო არის ის შეხების მომენტი. როდესაც დაადო ხელი და მოვიდა მათზე სულიწმინდა. და всё? ასე ხო არ უთქვია პავლეს? ამე თქვენ გაკურთხებთ, რომ თქვენ მიიღოთ სულიწმინდა. და მე რეუბნება. ხო ხედავთ, თქვენ მიიღეთ უკვე სულიწმინდა, იმიტომ რომ ღმერთი არ ტყუის. ასე არის. რწმენას არ უნდა გრძნობა. არც რამე უნდა იგრძნოს და გაიგონო, თქვენ უკვე გაქვთ მიღებული სულიწმინდა. ასეთი დოგმა კიდევ არსებობს, ხალხს ეუბნებიან. თქვენ მიიღეთ სულიწმინდა. მაგრამ აქ წერია, როცა პავლემ დაადო ხელი, მოვიდა მათზე სულიწმინდა და გაგრძელება არის. იწყეს ენებით ლაპარაკი და წინასწარმეტყველება. ხოლო ყველა ისინი იყვნენ დაახლოებით 12-მდე კაცი. 12-მდე კაცი იყო და 12-მდე მოინათლნენ იესოს სახელით და 12-ვე ალაპარაკდა ენები და აწინასწარმეტყველდნენ. დიდება ქონდეს იესოს. და ერთი ადგილი. ბომბა. ემზადეთ ახლა. პირველი პეტრეს მესამეს 21. სამის 21. ესე იგი, ნათლობა პეტრეს 3:21. თუ ვიდა 22-ს მიაყოლე იქ. ნათლობა არისო გამოსახულების შესრულება, ნათლობა როგორც ნათლობის წინასწარ გამოსახულების შესრულება, ესე თქვენი გადარჩენაო, რომელიც არ არისო, ასე იგი, ნათლობა არ არისო წინასწარ გამოსახული, და არისო ნათლობა წინასწარ გამოსახულების შესრულება, მაგრად იწერიეს ქართულად, რომ კაცტმია ორია, რომელიც არ არის ხორცის ჭუჭყის მოშორება. ესე იგი,
ნათლობის გამოსახულება ეს შესრულება, ნათლობა აი წყალში, ხო ეს რიტუალი. თუნდაც გაგასხან რაღაც წყალი ცოცხით, თუნდაც წყალში ჩაიძირო. ეს არ არისო რაღაც რიტუალის შესრულება, რომელიც ეს არ არის ხორცის და ჭუჭყის მოშორება და ბანვა. არამედ ნათლობა არისო სუფთა სინდისის ღმერთისადმი შეპირება. იესო ქრისტეს აღდგომით. მოდი ერთ წავიკითხავთ სულად. ერთწუთი პირველი პეტრე, ერთწუთი კორინთელთა პეტრე. აი. მაინტერესებს მაგრად. სადაგასის. აგე. 3:21. Так и нас нине подобно ему образ крещения, გამოსახულება, ნათლობის გამოსახულება. Образ крещения не плотской нечистоты амидии, но обещание Богу доброй совести. Спасает воскресением Иисуса Христа. Если образ крещения это не плотское амидие, но крещение есть обещание Богу доброй совести. ნათლობა ეს არის კეთილის სინდისით ღმერთისადმი შეპირება. ჩემო მსმენელო, შენ როცა მოგნათლეს და რო გითხრეს მონათლული ხარო, ამ დროს შენ პირობა მიეცე ღმერთო წმინდა სინდისით. პირდები რომ გემსახურო ქრისტიანობა. აი ეს გააკეთე? აი რამდენი რაღაცები მე ცოტა რაღაცა რაც მახსოვდა და შეგვიძლია უცბად ის მოვიყვანე. თუ გაინტერესებთ, მოусმინეთ. აქ ძმებს შმაგი და იმათ აქ ჩვენს ძმებს შმაგი ქვია ერთს. თუ გინდათ არა ძნელი. საქართველოს ჯერის ხუსესის შმაგი და იმას აქვს თარგმნილი დერეკ პრინსის ნათლობათა სწავლება. იქ წყლის ნათლობაზე არის ძალიან კარგად აქ თარგმნილი და თუ სადმე შევხვდი ჩავაგდე მე Facebook-ში. ის კაცი ძალიან კარგად ხსნის. მე ესე ჩემებურად პატარა რაღაც შევკრიბე, რომ გასაგები მაინც იყოს, რომ ნათლობა ეს მთავარი რაღაცა, ოღონდ თუ მას რწმენა არ ახლავს, ის ნათლობა არ არის. თუ შენს პასპორტს ბეჭედი არ აქვს, ის პასპორტი არ არის. იმით ვერ წახვალ, ვერ თვითონებში შეხვალ, ვერ იმ ქვეყანაში ჩახვალ, სადაც ჩადიხარ. გამოგაბრუნებენ დეპორტაციას გაკეთებენ აქეთ. შეიძლება ჩაქსონ კიდე ციხეშიც. ასე რომ ნათლობა ეს არის სუფთა სინდისის ღმერთისადმი შეპირება. და ახლა ერთი ადგილი და ვსო, დაგემშვიდობებით ყველას. რომელთა 6:3. რომელთა წერილის 1, 2 და 3. 3-ის 6-3. არა წერია. ნუ პავლე წერს რომელთა ქრისტიანებს, მაგრიდან შობილებს, სულიწმიდით მონათლებს, ეუბნება ახსენებს. ნუ თუ არიცით. არ გახსოვთ კაცო, ნუ თუ გავიწყდათ ნუ თუ. რომ ყველანი ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ. მის სიკვდილში ჩავიძირეთ. ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლობით, რათა როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განათლებით. როცა წყალში იძირება კაცი, ეუბნებიან, შენ როგორც ქრისტე მოვკვდა ცოდვისათვის შენს კვდები. ეს სიმბოლოა. წყალში ჩაძირვა არის სიმბოლო და წყლიდან ამოსვლა სიმბოლოა ქრისტეს აღდგომის. შენი ახალი კაცის, რომელიც მას სადარის ემსახუროს უფალი იესო ქრისტეს. თავის წმენას. ვაფშე და წინათ ნათლობა იცი რა იყო?
სახალხოდ აღიარება იყო. მე ქრისტიანი ვარ, არც მსხვენი, აჰა, თქვენ წინაშე, ყველა წინაშე, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, ყველა ქვეყნებში, იქ რაც შეიძლება ხალხი რო მდინარეებშიც გაკეთებდნენ ნათლობას, სოხუმში, ოჩამჭირეში. რადგან ხალხი რა ამბავია იქ, რა არის, რაღაცა, ისა რომ აურზაური ხალხმრავლობა, ნათლობა, კრიშინი, რას კრიშინი, აი ქრისტიანული, რას ქვია, მდინარეში კრიშინი ეს ხუდელმა უნდა გააკეთოს წირვა. და მე ხალხი ინტერესდება და გებულობენ და ეს ჩემი მხრიდანაც წინათ დევნა იყო, მაგრამ ისინი ზამთარში, ყინვაში, რამდენჯერ ვარ ერთხელ მეც ვარ მოსწრებული ტეხეთ, ყინული. გავტეხეთ და კაცი რო ჩაიტევოდა ისე გავაკეთეთ ეს. აგვიჩემა იმ ხალხმა, იმ ოჯახმა, იმ დღეს მოინანიეს და იმ დღეს უნდა ნათლობა. ხო და წავიღეთ ნაჯახები, ჩაქუჩები რაღაცები და ნაჯახი გაგვიდა, ჩაქუჩის გაგვიტყდა და მე დიდი ქვები მოვიტანე, გავტეხეთ ის ყინული და იქ მოვნათლეთ ქმარიც. ჩვენ ვიყავით ყინულზე. მე და ერთი ძმა. ყინულში და კინაღამ ხელიდან გაგვისხდა კაცო ის ქალი, დედაკაცი. მადლობა ღმერთს რას გადავრჩით. რომ ახსენდება შრომდელი მიმლის. ისო გაქცეოდა ხელიდან. ის სადამოყობდა თავს. საერთოდ მონათლული იქნებოდა. პირდაპირ წავიდა ზესაში. ხუმრო. ხო და მე რო ჩავიდა მე სველი ვერ ამოვიყვანე და ცოტა გავჩხაპეთ იქ-აქეთ, მაგრამ ეს მათი წმენა იყო. ჩვენ არ გვინდაო ხვალ და ჩვენ ვთხარით დაელოდეთ გაზაფხულს, გადნება ეს მდინარე რა. არა, ჩვენ გვინდაო ეხლა. ხმართა გვაშორდა ამ საღამოს ხვალდილად მივავთე ისიც არ ვიცოდო და ჩვენ გვინდაო ეხლა ვირწმუნეთ და ეხლა მოვინათლოთ და აი ასე ხალხი ინახლებოდნენ წყალში, ყინულშიც, სახალხოდ, არც პოლიციის ეშინოდათ, არც არაფერი, ამის გამოზედაც რისკს აკეთებდნენ, ციხეშიც მიდიოდნენ. მაგრამ ეს იყო მათი რწმენის ნაბიჯი. ხალხს უხაროდა, რომ ინახლებოდნენ. ასე რომ კითხე შენ თავს. ხარ შენ ჭეშმარიტად მონათლული? თუ გადაგაგდეს, გითხეს მონათლული ხარო. თუ მონათლული არა ხარ, მოინათლე. თუ რწმენა გაქვს დიდება უფალს, მაგრამ სანამ მოინათლები, თუ არ ერწმუნე უფალი იესო, არ მოინანიე, მაშინ რა აზრი აქვს ნათლობას? არაფერი. ამიტომ უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, ვინც მონათლულები ხართ ან ვართ, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ერთდროს პირობა მივეცით ღმერთს წმინდა სინდისით. და გაგვახსენდეს, რა შევპირდით ღმერთს, დღეს განვაახლოთ, თუ რამე დარღვევები ქონდა იქით-აქეთ უთხრათ, გვაპატიე უფალო, მოგვიდევე, გაგზვენე, გაგვასუფთავე და მახსოვს უფალო, რა პირობას მოგეცი. დამეხმარე უფალო, შენი სული წმინდის ძალით, შენი სახელით უფალო, შენი დახმარებით, წმინდა სინდისით, სუფთა სინდისით, გემსახურო შენ დალშე. კიდო ჩემ ამ ცხოვრების გზაზე. და ვინც არ ახართ თავი გემხილათ, სინდისმა გამხილათ, რომ ეს თქვენში არ მომხდარა, მარტო ჯვარი დაგა ჩამოგასვეს იქ რაღაცა, ცებით, ოქროს, ბრილიანტის, ვერცხლის, რა ვიცი ის იყო, მაგრამ ეს რაღაც არ მომხდარა. არც რწმენა იესოს მიმართ, არც სახარება მოგისმენიათ, არც მოგინანიებიათ, არც პირობა მიგიციათ, მაშინ დააკვირდით, არის თუ არა თქვენი ნათლობა ნამდვილი. თუ არ არის და მიიღე ნამდვილი ნათლობა. მოზებნე ნამდვილი ქრისტიანები, რომლებიც ნამდვილად ნათლავენ. იესო ქრისტეს სახელით. სულერთია მამის, ის სულისმინდის, მაგრამ როგორც სახარება წერია თუ გინდა გააკეთო, როგორც კითხულობ, ისე გააკეთე. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, აბაჰე და აბაჰო. მადლობა ღმერთს და ისე გამიმეორეთ ერთ მოხს. იესომ თქვა, ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, თუნდაც რომ მოინათლოს, არ გადარჩება. ამინ. აბაჰე, აბაჰო და უფალმა გაკურთხოთ.